მადლობის. დაკლავ პარასკევი, კლავ ერთად ეთერის საყვანის დრო მოვიდა და 19:45 წუთი უნდა იყოს საქართველოში დღეს ახლა ამ წამს. გამარჯობა. გამარჯობა. დღეს გავუძღვებით 2350 ტირაჟს, გეტყვით რომ დღევანდელი ჯეკპოტის თანხა რასაკურველია დღესაც გადადებია და შეადგენს 115313 ლარს. რაც შეეხება მეორე საპირისპირო კატეგორიას მინიმუმ. მოდი შევახსენოთ რომ ერთი კვირის წინ ზუსტად აი ერთი კვირის წინ მეორე კატეგორია გავათამაშე და ეხლა სადღაც 10000-მდე არის და ნელ-ნელა მოიკრიბებს ძალას თუ კიდე არ გათამაშდა რა თქმა უნდა და რა დავიწყოთ აბა მოდი პირდაპირ დავიწყოთ დღეს პარასკევია ანანო ორმაგი ლოტოს დრო არის და მოდი ჩვენ დავიწყოთ ჩვენი ონლაინ გათამაშება შენ იყავი თუ მე ვიყავი მე მგონი მე ვიყავი მაგას ფიქრობდი ზუსტად ნახოთ აბა დამთხევა იყო ასეთი ამბავია და მოდით ნახოთ აბა დღეს რა მოხდება 3 2 და 1 წავიდა მინიმუმ ოქროს ბურთი ჩამოვარდნას ველოდები. ოქროს ბურთი გვინდა, კი, აუცილებლად და მე უკვე რა სიმბიოზი იქნება. ნახოთ. ისე არა, შენ თურქეთში გიყვარს ხოლმე მოგზაურობა, ხო? იქ რაღაც საქმიანი ვიზიტები, ფოტოსესიები, რაღაცები. და საინტერესო ამბავია თურქეთის ისტორიაში და გეტყვი ახლა პირველი ბურთი რო ჩამოგორდება მერე. ჩამოგორდა პირველი ბურთი და ეს არის 10 და იწყებინი. ესე იგი 95 წლის წინ. ხო, 1930 წელს კონსტანტინოპოლს და ანგორას გადაარქვეს სახელები. და აი ამ დღიდან ერთს ქვია ისტამბული და მეორეს ანკარა. სწორედ დღევანდელ დღეს 1930 წელს. ჩვენთან რა ამბავია? 6? 6. კი ბატონო, 6 არის მეორე ბურთი. 10-იანი და 6-იანი უკვე არის. აბა არის თქვენთან ეგ ბილეთებში. იმედი მაქვს არის. და იყოს. მე არ შემივსვია თქვენი ბილეთები, თქვენ თვითონ ავსებდით. მაიშასე მესამე ბურთი არის 14. კი ბატონო, 14-საც არა უშავს, ხო? კი ბატონო, მეოთხე ბურთს ველოდებით 2350 ტირაჟია მეგობრებო და მეოთხე ბურთი მზად არის. და იგი არის 27. 14-ს გვერდში ამოუდგა 27 და ანანოა მოსული, ოქროს ბურთი ახლა. მე მგონი აქეთ მხარეს ვერ ხედავს დღეს. და ბოლო რიცხვი არის 29. აი საბოლოო კომბინაცია ასეთია, იმედია ბევრს გაგიხარდათ, თუ რამდენს გაგიხარდათ, ამას სულ რამოდენიმე წამში ვნახავთ, მანამდე გადავიმეოროთ, აბა. წავიდა. 10 6 14 27 და 29 მეგობრებო, შედეგებს ველოდებით რა თქმა უნდა, ანანო, მეც და შენც და უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ ჩვენი ონლაინ ეთერის დამთავრების შემდეგ 1 საათში უკვე რუსთავი 2-6-42-ის მორიგი დედა შენს თქვი მე ვერ ვამბობ აქ ხელა თანხებს ხოლმე როგორი ჯეკპოტია დამეშდება 1,920,000 ლარზე მეტი ასე რომ იჩქარე ჯერ კიდევ გავთ 1 საათი რომ ეწვიო ჩვენ საიტს ლოტო წერტილში და შეიძინო ტირაჟი ლოტო 642-ის ბილეთები ნამდვილად და სანამ შედეგები იქნება მინდა გითხრათ კიდევ ერთი სიურპრიზი გვაქვს ჩვენ სანამ შედეგები იქნება მეგობრებო მოკლედ არსებობენ იღბლიანი ადამიანები არსებობენ ძალიან იღბლიანი ადამიანები და არსებობენ ზე იღბლიანი ადამიანები სწორედ ასეთი ზე იღბლიანი ადამიანი არის ბაბუა რუბენ ფერაძე რომელიცაც მე პირადად ვიცნობ იმიტომ რომ მან პირველი მოგება სწორედ ოქროს ბურთში განახორციელა დიდ მოგებებზე თორე პატარა მოგებები იმდენი აქ მოყოლილი ჩემთვის რომ მოკლედ მოიგო მეორე კატეგორია ოქროს ბურთში მოიგო მეორე კატეგორია 642-ში და სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დიდი მოგება დასვა იღბლიან ლარში 2 წლის განმავლობაში 3 დიდი მოგება განახორციელა ბატონმა რუბენმა და მოდით კიდევ ერთხელ გავიცნოთ მესამეჯერ უნდა გავაცნოთ უკვე იღბლიანი ადამიანი გავაცნოთ აი ეს იღბლიანი ზე იღბლიანი ბაბუა რუბენი გთხოვთ ბატონო რუბენ კიდევ ერთხელ გილოცავთ მოგებას ძალიან გვიხარია რომ მოგვიწია თქვენთან მესამედ მოსვლა და მოლოცვა თქვენ ბრძანდებით ყველაზე იღბლიანი მოთამაშე ლატარიის გათამაშებებში დღეს ჩვენ მოგიტანეთ 5000 ლარი მომენტალურ ლატარია იღბლიან ლარში და თქვენ დაგვახვედრეთ ძველი მოგებების ვაუჩერები. აბა გვანახეთ რა მოგებები გაქვთ. 109,232 ლარი, რომელიც გადმოგეცით ახალ წლებზე. ასევე
ეს 29553 ლარი ოქროს ბურთში როდის მოიგეთ? გასული წლის ოქტომბერში. ლატარიის ისტორიაში ერთ-ერთი საოცარი ისტორია, როდესაც ერთმა ადამიანმა მოიგო ესოდენ დიდი თანხები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამაზე არ გაჩერდება. მოკლედ 2 წელიწადში. 2 წელიწადში. სამდენ მოვიგე. საკმაოდ კარგი თანხაა. ლატარიაში ბატონი რუბენის მოგების ისტორია ყოველთვის мотиваცია იქნება იმისთვის, რომ გააგრძელოთ ლოტოს თამაში, არ შეწყვიტოთ, დაელოდოთ იღბალს, ის აუცილებლად გესტუმრებათ. გახსოვდეთ იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას. ანუ აი ასეთი ბაბუა არის ბაბუა რუბენ ფერაძე, რომელსაც ისეთი სამი დიდი მოგება დასვა და სხვათა შორის თავისი ის აქვს ტექნიკა რაღაცა როგორ იმახსოვრებს რიცხვებს, როგორ ადგენს სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ხშირად ხვდები ხოლმე მას ერთ-ერთ ჯიხურთან, დაბრენდილ ჯიხურთან ჩვენთან, სადაც ყიდულობს ხოლმე და აი ასე ეს სამი და სხვა მრავალი. დიახ. ყველას გისურვებთ, რომ ბატონ რუბენ ფერაძისნაირი მოგებები გქონოდეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ დაუბრუნდეთ 2350 ტირაჟი და რა ხდება საბოლოო შედეგებზე ანანო. მოგებული ბილეთების რაოდენობა შეადგენს 853-ს, გათამაშდა მესამე, მეოთხე და მეხუთე საპრიზო კატეგორია და მესამე საპრიზო კატეგორიაში ყავს ერთი მოგებული და მოგება სამი მოგებული ყავს. და მოგება ბილეთზე არის 127 ლარი. ასეთი ამბავი იყო 2350 ტირაჟის ამბავში, მე ალბათ 2353-ზე დავუბრუნდები. მანამდე კი შაბათ-კვირას ანანოსთან ერთად გავატაროთ და იმედია რომ ოქროს ბურთები იქნება. იმედია. აუცილებლად. მოკლედ მე იქით კვირას დაგიბრუნდებით. გემშვიდობებით ყველას მოგება. ხვალამდე.